მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან არის არხი Microsense. დღეს მე გაჩვენებთ როგორ გავაკეთოთ ფიდერული მონტაჟი. რითი კარგია ეგ ვარიანტი, იმით რომ ძალიან გრძნობიარეა. და ეხლა გაჩვენებთ როგორ კეთდება. ჩვენ გვჭირდება ეგეთი სტოპი, ბუსინკა, ვერტლიჟოკი, ჩვეულებრივი საკეთით, ბოკლომით და საკვებურა. და ორი ნემსკა. მე ავიღე ძუა მაგისი ზომა არის 0.25 სიგრძე ავიღე 60 სანტიმეტრამდე და აი ესე ორად დავალაგე. აქ გამოდის ბოლოში ეგეთი პეტლია. ეხლა რას ვაკეთებთ? ჩვენ გვჭირდება ეხლა რომ ჩვენ გავაკეთოთ სკრუტკა. რას ნიშნავს სკრუტკა? ეგ რუსულად არის, ქართულად ზუსტად არ ვიცი. სკრუტკა იმისთვის გვჭირდება რომ ბოლოში ხო გვექნება ორი სადავე და ესე რომ ვიზავთ ჩვენ არ ექნება არანაირი ახლართვა და ასე შემდეგ. როგორ კეთდება? ჩვეულებრივ ესე ვიჭერ ერთი თითით, მეორედ მომაქ. და ეგეთი რაღაც გამოდის. ანუ იკვანძება ლესკა ორად, ძუა უბრალოდ. მაგის ზომა უნდა იყოს სადღაც 25 სანტიმეტრამდე მაქსიმუმ, მე ვთვლი. და საერთოდ პრაქტიკა გამოცდილება ესე მომს რა. так. ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა გამოდის, ეგეთი რაღაცა ნახეთ. так. ეხლა გვაქვს სადღაც 15, კიდე 5 გვჭირდება. ძალიან არ გავგზელოთ, იმიტომ რომ ბოლოში ხო გრჩება კიდე ადგილი, რომ გავაკეთო სადავე, იმიტომ რომ სადავე უნდა იყოს სადღაც 8-დან 13 სანტიმეტრამდე. ნუ მე ვაკეთებ ხოლმე 10-იანს. всё. ამდენი გვეყოფა. ეხლა ამ ადგილში ვიჭერთ ორი თითით და ვაკეთებ ჩვეულებრივ ქირურგიულ კვანძს. როგორ კეთდება? ერთი მეორე შეტარდება და ეგ არის. 1 და 3. მე ვატარებ 3-ჯერ. კიდე ერთი მომენტი, როცა უნდა უკვე შეიკვრას, აუცილებლად დაასველეთ. ეგ ადგილი იმისთვის, რომ ძუა არ დაიწვას. всё. ეხლა გვაქვს ეგეთი სტოპის სავით, იქ იქნება სტოპი და ორი კუდი. ამ ორ კუდში გავაკეთებთ ეხლა სადავეს. ვიღებთ ნემსკავს, ვატარებთ ამ ნახრეთში. გავატარეთ, ვაკეთებთ ეგეთ პეტლას, ვიჭერთ ხელით. და აქ ვატარებთ 1 2 3 4, ნუ 4 ახლა ეყოფა. საერთოდ, ნუ კაი 5 იყოს ჯანდაბა. საერთოდ მე ვაკეთებ 5-6. всё, ვუშვებთ ამ პატარა კუდს ამ პეტლაში და ვუჭერთ. ასევე ვასველებთ. так. დავასველეთ, გავკვანთეთ, გავჭიმეთ. ამ პატარა კუდს, რომელიც აქ გვჭირდება, ვჭრით. ოპა. მე მაგარი მაკრატელი მაქვს, რა. так, უბანშიც ვიხაცა ყვირის გიჟისავით, როგორც ყოველთვის. так, მეორე კუდს ვიღებთ. ვატარებთ ამ ნახრეთში. ვაკეთებთ პეტლას მეგობრებო. და ვაკეთებთ 1 2 3 4. ამ პატარა პეტლაში ვუშვებთ ჩვენ კუდს. ვასველებთ. კვანცავთ. ოპა. რაც არ გვჭირდება, ვჭრით ისევ. всё. შემდეგი, რა გვაქვს? ჩვენ გვაქვს ორი სადავე და ეგეთი სკრუტკა. ეხლა ვიხებთ ამ ბუსინკას, რომელიც ტვინ წამიღო უკვე და ამ ნახრეთში ვუშვებთ ჩვენ ძუას, რომელიც ავხლართეთ, ესე ვთქვათ. всё. შავიდა. ვუშვებთ ბოლომდე, ეგ იქნება ჩვენი სტოპი. და ეხლა ვიღებთ ჩვენ საკვებურას. ვუშვებთ საკვებურაში ჩვენ ძუას.
ეგ საკვებურა იყიდება ნავთლუღში, ღირს 3 ლარი თუ რამეა. და გავუშვით. აი ეგეთი რაღაცა გვაქვს ახლა, ხო? ბოლოში აქა ჩვენ დაგჭირდება ჩვენი ვერტლუჟოკი, თავისი ბოკლომი თავისუფლად მეგობრებო. თუ არ გაქვთ, ახლა იყოს ბოკლომის გარეშე, არა უშავს. ჩვეულებრივად ვატარებთ ამ ნახვერდში, მერე ჩვეულებრივი ის არის კვანძი რა, 1/2-ში. ვუშვებთ ამ კლიან ვერტლუჟოკს ჩვენ პეტლაში და აი აქ ვუჭერთ. ოპა, всё. თქვენი ფიდერის მონტაჟი მზადაა. ეხლა გეტყვით, რაზე არის ძალიან ეფექტური და ძალიან გრძნობი არის. იმიტომ რომ თევზი რო იღებს, არაფერი არ უშლის. ნახეთ, თევზი წარმოიდგინეთ, ჩემი თითბი არის თევზის პირი. აიღო, წაიღო თავისუფლად. არაფერი არანაირი გრუზი, არაფერი არ უშლის. ამით არის ძალიან გრძნობი არის და კარგი ეგ მონტაჟი. რა ვიცი, მეგობრებო, იმედია ჩემი ვიდეო თქვენთვის იყო სასარგებლო. თუ რაღაცა ვერ გაიგეთ, აუცილებლად მომწეთ YouTube-ზე კომენტარებში და დაგეხმარებით. თქვენ კიდე თუ მოგეწონათ ეგ ვიდეო, დააჭერთ like, subscribe, დატოვეთ თქვენი კომენტარი და ასევე დარჩეთ ჩემ ართან ერთად. ახალ შეხვედრამდე თევზაობაზე. კარგად, მეგობრებო.